იონის გამოცხადება თუ გვაქვს წაკითხული? არა. უნდა წაიკითხოთ ბატონო. უნდა წაიკითხოთ. ვინც ცხელი ძაღლის ძალიან აქტიური მაყურებელია და დიდი გულშემატკივარი, ის ადამიანები ეგრევე მიხვდებოდნენ რა კავშირი აქვს აი ამ ფრაზას, რაც მე დასაწყისში ვთქვი და აი ამ ავტომობილს. მაგრამ ვინც ვერ მიხვდით და ზოგადად ცხელი ძაღლის ნანახი არ გაქვთ, თქვენთან მაქვს ერთი კითხვა. ანუ რა საუბრობთ? როგორ შეიძლება ცხელი ძაღლი არ გქონდეთ ნანახი? აი ახლა ამ ვიდეოს დაასრულებთ. ეგრევე ჩართეთ ცხელი ძაღლის პირველი სეზონის პირველი სერია და დაიწყეთ ყურება, წინ გელოდებათ ძალიან დიდი სიამოვნება და დამიჯეროთ, როდესაც დაასრულებთ, ფიქრებთ, რომ ნეტავ ახლა წინ მქონდეს პირველად ნახვის ბედნიერებაო. ეს არის მანქანა, რომლითაც 23 რიცხვში შორენა სითათაშვილის სახლში მიაგრიალეს. შავი ეგრეთ წოდებული პიცოტკა 666 ნომრით. მართალია ეს კონკრეტული შავი არ არის და მუქი ლურჯია და ძალიან ლამაზია, მაგრამ ეხა მაგდენი ფუფუნებაც არ არის საქართველოში, რომ კარგ მდგომარეობაში მყოფი ეგრეთ წოდებული პიცოტკა იპოვა შავი ფერის და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს.